არაფერი გამიკეთებია. არც გავაკეთე. კახეთში სტიქიის დაზარალებულ სოფლებში ხვალიდან ახალი კომისია მუშაობას დაიწყებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით კახეთში უკვე ჩავიდა. თენგიზ ჩერგელაშვილი თელავის გამგეობაში სოფლის რწმუნებულებს შეხვდა და კონკრეტული დავალებები გასცა. ახალი კომისია სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ხელმეორედ აღწერს. ფულადი კომპენსაციების გაცემა ამ პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება. ჩვენ უკვე დავიწყეთ სასოფლო-სამეურნეო ზარალის დადგენა. ამისთვის თითოეულ სოფელში შეიქმნება კომისია მაქსიმალურად წარმომადგენლობით არანაკლებ 7-8 კაცის შემადგენლობით, რომელიც იქნება ჩართული სოფლის რწმუნებული თვითმმართველობა, მონიტორინგს გაუწევს თავად სამინისტროც. სხვადასხვა ინფორმაციის თავმოყრის საფუძველზე და შემდგომ მისი დამუშავების საფუძველზე, რომელსაც ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად გავაკეთეთ, მათ შორის საშუალო მოსავლიანობა როგორი უნდა ყოფილიყო, საბაზრო ფასი როგორი უნდა იყოს, თითოეული ოჯახისთვის მაქსიმალური სიზუსტით განისაზღვრება თუ რა ზარალი მიადგა მათ. გრიგოლეთის მოსახლეობას